მე ხშირად შეება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ რაღაც შემთხვევითობას ველოდებით, იმიტომ შემთხვევითობა ჩვენ არ ქვეყანაში აუცილებლად მოხდება და ის კარგად არასდროს არ თავდება, როცა შემთხვევით ვიღაცას გაუვარდება ხელიდან ძალაუფლება, ან შემთხვევით ვიღაც რაღაცას დაემართება და ამ სიტუაციაში სულ ქაოსია. და სულ როგორ გითხრათ, ანუ სულ იმაზეა ფიქრი, ვის ხელში აღმოჩნდება ეს ძალაუფლება. ჩემი აზრით ეს რისკი არსად არ მიდის. მე არ ვიცი რა გავლენას ფაქტორი მოახდენს გავლენას, ეს რო ვიცოდე ის აღმოფხვრილი იქნება, სხვასაც ეწოდინება. ეს შეიძლება იყოს რუსეთ-უკრაინის ომი, ეს შეიძლება იყოს მილიონი სხვა ფაქტორი. ბოლოს და ბოლოს ყველას გვესმის, რომ მთელი ეს ხუხულა, რაც გვაქვს, სახელისუფლება ხუხულა დგას ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზე. ერთი წამი წარმოვიდგინოთ, აი, ერთად დიდხანს აცოცხლოს, არ მინდა საერთოდ ცუდი რამე უსურვო, მაგრამ რამე რო დაემართოს ამ კაცს. უცბად ერთი კვირა რომ არ იყოს ფორმაში. თქვენ ფიქრობთ რომ ღარიბაშვილი მშვიდად იჯდება ციხეში? თქვენ ფიქრობთ რომ მიხეილ სააკაშვილი მშვიდად იჯდება ციხეში? ლილუაშვილი მშვიდად იჯდება ციხეში? პრემიერი კობახიძე გააგრძელებს მმართველობას? ბიძინა ივანიშვილის ოჯახს არანაირი საფრთხე არ მუხრება ამ ასეთ პირობებში? ეს ხო მარტო ერთ კაცზე დგას. და როგორ შეიძლება სისტემა იყოს მყარი, რომელიც ერთ კაცზე დგას და არ იცი პასუხი კითხვაზე რა ხდება ამ კაცს რომ დაემართოს. და ბოლოს და ბოლოს მართლა ერთი წამი შევხედოთ, მოგწონს თუ არ მოგწონს ივანიშვილის მმართველობა, მაგრამ უცბად რომ ეს ფაქტორი რო აღარ არსებობდეს და როდესღაც ხო 100 წელი ხო არავინ არ გამოეკიდება ცხადს, ან შემთხვევითობისგან ხო არ ვაფშე საერთოდ არავინ არ არის დაზგული. ამ დროს რა ხდება? ანუ ის რაც ამ დროს მოხდება, ის რატო გგონია რომ აუცილებლად კარგი იქნება? ჩვენ ხო ამას უნდა ვაზღვევდეთ. რაღაცნაირად იმას, რომ აი რამე რო შეიცვალოს, რა პოლიტიკური ინსტიტუტები და ინსტრუმენტები არსებობს ქვეყანაში, რომელიც შეინარჩუნებს იმას, რომ ხალხმა უბრალოდ ეს პოლარიზაცია სისხლის ზღვაში არ გადაიზარდოს. კი ბატონო, დღეს რაღაც ფაქტორი არსებობს. მე ამაზე ვფიქრობ, ანუ იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას ამაზე ფიქრი არ უნდა. ჩვენი საზოგადოება ამბობს, რომ იცი რა, ჩვენ არ გვინდა ბიძინა, მოდი ვიბრძოლოთ ყველა ბიძინას წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა მიშა, ჩვენ არ გვინდა ვიღაცა, მაგრამ რა გვინდა ჩვენ? აი, სანამ ჩვენ ამ კითხვას არ გავცემთ პასუხს, საქართველოს 21 საუკუნის გარიჟრაზე რა უნდა? რისთვის ვიბძით? ანუ რატო რაში გვიშლის ხელს ბიძინა ივანიშვილი და მე ვფიქრობ, რომ მთელი ეს ინფრასტრუქტურა, რაც როგორც სახელმწიფო მხარეს, ისე მედია, ოპოზიციის მხარეს მოწყობილია იმისთვის, რომ ქართველები ამაში ვერ გაერყვნენ. როგორი საქართველო გვინდა? როგორი ქვეყანა გვინდა?